ჯარიმა. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დამსაქმებელს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 165 პრიმა 11 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ჯარიმა პირველადი 500 ლარი. ჯარიმა განმეორებითი 1000 ლარი. 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითარი დამსაქმებელს გამოეწერება საპენსიო ფონდის ელექტრონულ სისტემაში ავტომატურად. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ჯარიმის დაკისრება ხორციელდება თითოეული საშემოსავლო დეკლარაციასთან მიმართებით შესაბამისი საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის შემთხვევაში. საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი არაუგვიანეს საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების დღის 24 საათამდე უზრუნველყოფს შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხის არსებობას, დამსაქმებელს არ დაეკისრება ჯარიმა. პირს, რომელმაც 2025 წლის 1 მაისამდე დაარღვია კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება, მათ შორის დაარღვია ვადა, თუმცა სრულად შეასრულებს ამ ვალდებულებას არაუგვიანეს საპენსიო ფონდის მიერ შემოწმების დაწყებისა, არ დაეკისრება ჯარიმა აღნიშნულ პერიოდამდე წარმოშობილი ვალდებულებების დარღვევისათვის.